თავისუფალი ნებისა და ბედისწერის ურთიერთმიმართება კაცობრიობის ისტორიის უდიდესი პარადოქსია, რომელიც დღეს ციფრულ ეპოქაში ახალ და უფრო მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადამიანი არის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსება, რომლის მთავარი ღირსება სწორედ არჩევანის აბსოლუტური თავისუფლებაა. ეს დაპირისპირება არ არის მხოლოდ ფილოსოფიური დებატი. ეს არის ბრძოლა იმის დასადგენად, ვართ თუ არა ჩვენი ცხოვრების ნამდვილი ავტორები. თუ უბრალოდ ბიოლოგიური რობოტები ვართ, რომლებიც წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებენ. ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის თავისუფალი ნება, თვით ხელმწიფება არის ის საძირკველი, რომელზეც დგას ადამიანის არსებობა. წმინდა მამათა სწავლებით ღმერთმა ადამიანის შექმნა თავისუფლად, რათა მას შეძლებოდა სიყვარული, რადგან იძულებითი სიყვარული არ არსებობს. თუკი ჩვენი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული ბედისწერით ან გენეტიკური კოდით იქნებოდა მართული, მაშინ გაუქმებულად გამოცხადდებოდა მორალური პასუხისმგებლობა, სინანული და თავად სიწმინდის ცნებაც კი. თუ ადამიანი წინასწარ არის დაპროგრამებული ბოროტებისკენ ან სიკეთისკენ, მაშინ მას არც სასჯელი ეკუთვნის და არც ჯილდო. თუმცა ქრისტიანობა გვეუბნება, რომ მიუხედავად ჩვენი მიწიერი ბუნებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვატარებთ წინაპრების გენეტიკურ კვალსა და მათ მიდრეკილებებს, რასაც ხშირად ბიოლოგიურ ბედისწერას უწოდებთ, ადამიანს აქვს სულიერი ძალა გადააბიჯოს ყოველგვარ მატერიალურ შეზღუდვას. გენეტიკა გვეუბნება, რომ ჩვენ შესაძლოა მიდრეკილნი ვიყოთ რისკისკენ, შფოთვისკენ ან კონკრეტული სისუსტეებისკენ, თუმცა ქრისტიანული მორალი აქ სვამს გადამწყვეტ ზღვარს. მიდრეკილება არ ნიშნავს იძულებას. გენეტიკა არის მხოლოდ სამშენებლო მასალა, ის ნიადაგია, რომელზეც ჩვენი პიროვნება იზრდება, მაგრამ ის თუ რას ავაშენებთ ამ მასალით, მთლიანად ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული. სწორედ აქ იკვეთება ქრისტიანული ასკეტიზმის მნიშვნელობა. ეს არის ბრძოლა საკუთარ ბუნებრივ, ხშირად დაცემულ მიდრეკილებებთან, რათა სულმა მოიპოვოს გამარჯვება სხეულზე. ბედისწერა ბრმაა, ის გარდაუვალია და ადამიანს ართმევს იმედს. ღვთაებრივი განგებულება კი არის ღვთის სიყვარულით სავსე მზრუნველობა, რომელიც არასოდეს თრგუნავს ადამიანის ნებას. ღმერთმა იცის ჩვენი მომავალი, მაგრამ ის არ განსაზღვრავს მას. ეს გავს მშობელს, რომელიც წინასწარ ხედავს, რომ მისი შვილი შესაძლოა წაიქცეს, მაგრამ მაინც აძლევს მას სიარულის საშუალებას, რათა შვილმა თავად ისწავლოს მოძრაობა. ჩვენი ცხოვრების გზა არის დიალოგი ღვთის განგებულებასა და ჩვენს თავისუფალ არჩევანს შორის. ყოველი წამი არის შესაძლებლობა შევცვალოთ ჩვენი გენეტიკური თუ სოციალური ბედისწერა ერთი სწორი არჩევანით. პროვოკაციული კითხვა, რომელიც დღეს ბევრს აწუხებს, ასეთია: თუ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაშინ როგორღაა ნება თავისუფალი? პასუხი მარტივია. ღვთის წინასწარ ცოდნა არ არის იძულება, ისევე როგორც ასტრონომმა წინასწარ იცის მზის დაბნელების დრო, მაგრამ ის თავად არ იწვევს მას. ღმერთიც ჭვრეტს ჩვენს არჩევანს დროის მიღმა, თუმცა არჩევანს თავად ვაკეთებთ. ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ადამიანს მიენიჭა, იყოს საკუთარი მარადიული ბედის თანაშემოქმედი. ჩემი მთავარი რჩევა ამ რთული თემის გააზრებისას არის ნუ აქცევთ საკუთარ წარსულს ან გენეტიკას საბაბად უმოქმედობისთვის. ხშირად ადამიანები ამბობენ, ასეთი დავიბადე, ეს ჩემი ბედია, ან ჩემს გენებში ასეა ჩაწერილი, რათა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ქრისტიანული მორალი კი მოგიწოდებთ, რომ თქვენ ხართ მეფენი საკუთარი შინაგანი სამყაროსი. თქვენ გაქვთ ძალა შეცვალოთ ნებისმიერი კოდი სინანულით, ლოცვითა და ნებისყოფით. ნუ იქნებით ბედისწერის მორჩილი მსხვერპლი, იყავით თავისუფალი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მათი ყოველი გადაწყვეტილება მარადისობაში აისახება. ჭეშმარიტი თავისუფლება არ არის ყველაფრის კეთების უფლება, არამედ ძალა აირჩიოს სიკეთე მაშინაც კი, როცა მთელი შენი ბიოლოგიური ბუნება სხვა რამეს გიკარნახებს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ.